ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მივესალმები სათემო რადიო ქედის ხმის მსმენელებს, მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი მადონა ფალავანდიშვილი. დღეს გადაცემის სტუმრად შეიძლება ითქვას ჩემი ბავშვობაა, იმიტომ რომ ფოლკლორისადმი სიყვარული, ცეკვისადმი სიყვარული და ზოგადად ქართული ხალხური მუსიკისადმი სიყვარული ამ ქალბატონის დამსახურებაა. უდიდესი ისტორიით, ფოლკლორის უდიდესი გამოცდილებებით, დღეს გადაცემის სტუმარი არის ქალბატონი ნესტან ბერიძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მადლობა რომ მობრძანდით სტუდიაში. მოგესალმებით, მე გახლავართ ნესტან ბერიძე, სოფელ ზვარეს კლუბის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. მე ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა და აქტიური მსმენელი ვარ თქვენი გადაცემის. დიდი მადლობა, ჩემთვის ბევრს ნიშნავს. როცა თქვენისთანა ქალბატონი ამ სიტყვებს მეუბნება და ასეთ ქათინაურებით მამკობს. კონკრეტულად რა მოგწონთ ჩვენს გადაცემაში? აი ამას გითხრათ? დიახ. მომწონს ის, რომ აქ შინაურული გარემოა. მომწონს ის, რომ ძალიან კარგი სტუდენტები გყავს მოწვეულ და ძალიან საინტერესო თემებზე საუბრობთ. და ძალიან მომწონს ის, რომ შესავალში ამბობთ ასეთ ფრაზას. აქ ქედა ლაპარაკობს. ძალიან დიდი შენისმენ ქედის ხმას. დიახ, ქედის ხმა უნდა ისმოდეს ყველგან და ყოველთვის. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქედა და ქედელები. და ბოლოს რაც მთავარია მომწონს გადაცემის წინვარე წამყვანი ჩემი პატარა მეგობარი მადონა ფალავანდიშვილი. ძალიან დიდი მადლობა. ახლა მადონა უნდა ავხსნა თუ რატომ პატარა მეგობარი. მადონა უნდა ავხსნა ნამდვილად. მე და მადონა სოფელ ზვარეში ვართ ახლო მეზობლები. ფაქტიურად მადონა ჩემს თვალწინ გაიზარდა. მადონა გაიზარდა ისეთ ოჯახში, არაჩვეულებრივ სამაგალითო ოჯახში, ძალიან შრომის მოყვარე ოჯახში და ხომ გაგვიგონია ბავშვის სარკეა ოჯახისა და მადონას ამის სრული მაგალითი ასე ითქმება. მადონას ბავშვობა მახსოვს მისი მოსწავლების პერიოდი. მადონა ძალიან თავმდაბალი, ძალიან ზრდილობიანი, თავაზიანი, ყველასგან გამორჩეული ბავშვი იყო და აქტიური მოსწავლე და წარმატებული მოსწავლე და აქტიურად მონაწილეობდა ჩემს მე დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში. ალბათ გემახსოვრება მადონა ყველა ღონისძიებაში აქტიურად. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის ნიჭი არ მქონდა, მაინც აქტიურად. შემდეგ მადონამ წარმატებით დაამთავრა ზვარეს საჯარო სკოლა, მიიღო უმაღლესი განათლება. შემდეგ შექმნა ოჯახი და დარწმუნებულია, რომ მადონა არაჩვეულებრივი სამაგალითო მეუღლე, დედა და საუკეთესო რძალი იქნება ოჯახში. მადლობა უღმესი. და იმედი მაქვს, ჩემო მადო, რომ შენი შრომის მოყარეობით, შენი მიზანდასახულობით, შენი იმ გეგმებით ბევრს და ბევრს მიაღწევ. ასეთ ახალგაზრდა პერიოდში, ასეთ წარმატებას მე შევაფასებდი, როგორც შენი კარიერის დასაწყისი იქნება. და ესე რომ შევაჯამოთ, მადონა, შენი მშობლიური სოფლის, სოფელ ზვარეს საამაყო გოგო ხარ. დიდი მადლობა ყველაფრისათვის. ცოტა არ იყოს მერიდება. ეხლა ჩემ თავზე ასე საუბარი და თქვენიდან წამოსული გულწრფელი შეფასებები. ძალიან დიდი მადლობა გულწრფელად. თქვენზე რომ მოგვიყვეთ თქვენი პროფესიის შესახებ, რამ განაპირობა ის, რომ კულტურის სფეროში ჩაერთეთ და ეს სფერო ძალიან გიყვართ. დიახ, მოგახსენებთ, რომ პროფესიით არ ვარ ხელოვანი, მე უფრო ჩემ თავს თვითნასწავლ ხელოვანად მივიჩნევ. ჩემი სურვილი იყო ყოველთვის რომ ყოფილიყავი პედაგოგი, ფილოლოგიურზე ვაბარეს 80-იან წლებში, მაგრამ არ გამიმართა, მაგრამ სამაგიეროდ მადლობელი ვარ უფლის, რომ ისეთი სამსახური მაქვს, რომ შეხება მაქვს სკოლასთან, ბავშვებთან და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. და სხვათა შორის რომ გავიხსენო ბავშვობის ამბები, თქვენგან არც დაყვირება, არც უხეში მიმართვა, არაფერი არ გვახსოვს, პირიქით ძალიან თბილად და როგორ თქვა, ზრუნველად ვექცეოდი კონცერტების. რაც შეეხება ხელოვნებისადმი სიყვარულს, მოგახსენებთ, ეს ხელოვნებისადმი სიყვარული მოდის სკოლიდან. სკოლაში ეს ჩემი მშობლიური სოფელი იყო კვაშტი და შესაბამისად ვსწავლობდი კვაშტის 8 წლიან სკოლაში, მაშინ 8 წლიანი სკოლა იყო, მე-9 klasse-ში გადავდიოდი ბაიოში. კვაშტის 8 წლიან სკოლაში მყავდა მასწავლებელი, ქართული ესა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქალბატონი თინა ჩხეიძე, რომელიც ამჟამად ცხოვრობს თბილისში, აქედან მინდა მოვიკითხო და დიდი მადლობა გადაუხადო. იმისათვის, რომ რაც შემაყვარა ხელოვნება, ცხოვრებაში ძალიან გამომადგა.
ძალიან ხშირად ატარებდა ღონისძიებებს და აქტიური მონაწილე ვიყავი, რა თქმა უნდა, რაც უფრო მის ღონისძიებაში დატვირთული ვიყავი, მით უფრო მიხაროდა. ბავშვობაში ასე იყო ძალიან ხშირად ატარებდა ღონისძიებებს. შემაყვარა სცენა, მოგეხსენება ჩვენ იმ დროს ბაღში არ დავდიოდით, პირდაპირ სკოლაში შევდიოდით, გამოუცდელების სცენაზე გასულა ცოტა შეუჩვევეს, გვაჩვევდა ყველაფერს გვიქმნიდა პირობებს, რომ და მახსოვს კიდე როცა მორიდებული ბავშვების სცენაზე გავდიოდით პირველად, რა თქმა უნდა, პირველი კლასიდან სცენაზე ვარ. გავდიოდით, მახსოვს ფარდის უკან რომ იდგა და გვამხნევებდა იქა. ბავშვებო, გაიღიმეთ, გახსენით სახე. და ეს რამდენ ღონისძიებასაც ახლა მე ჩავატარებ, ყოველთვის მახსოვს ჩემი თინასწავლის სიტყვები, ბავშვებო, გახსენით სახე, გაიღიმეთ, გვამხნევებდა ფარდის უკან და ეს ძალიან მსიამოვნებდა. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩემს საყვარელ თინასწავლებელს შემაყვარა ხელოვნება, სცენა, ყველაფერი, რა ვიცი და ამისთვის დიდად მადლობელი. ძალიან კარგია ასე დადებითად რომ იხსენებთ და აფასებთ მის სხვა წელს, რომელიც დღემდე გამოგხვათ. ბავშვობის ამბებზე რომ მოგვიყვეთ, გადაცემებს ამზადებდით. ხო, კი, მოგახსენებთ ავსებოდ, ესე იგი, თინასწავლებლის შრომა იმდენად მომწონდა მისი მომზადებული, როცა ეს სცენარით ხელში შემოდიოდა ბავშვები გვამხნევდა, შენ ეს უნდა თქვა, როლებს გვინაწილებდა, იმდენად მომწონდა მადუნა, რომ ეს გადავწყვიტე, რომ ჩემ თავზე ამეღო და ეს კიდევ მერვე კლასელი, მერვე კლასელი მოსწავლე გადავიტანე ჩემს უბანში. მინდოდა უბნის კონცერტები გამეკეთებინა. გადავწყვიტე ასე ჩემს ბავშვობის ორი მეგობარი ლეილა კონცერტზე და ნუნუ გათენაძე აქედან მოვიკითხავ, დღემდე ერთად ვართ. ეს სამი მეგობარი ვამზადებდით უბნის კონცერტებს. მახსოვს ნუნუ გათენაძის სახლში ტარდებოდა ეს დიდი ზალა ჰქონდათ, გავყოფდით ზალას, ნახევარსკამებს ახლოს დავაწყობდით. მაყურებლისთვის ფარდით გავყოფდით, ეს სცენა იქნებოდა და ყველა ნომერი ჰქონდა, რაც შეიძლება. ცეკვა, სიმღერა, მახსოვს ფოკუსებსაც კი ვაკეთებდით. შემდეგ ძალიან კმაყოფილები იყვნენ გათენაძეების უბნის მეზობლები, ცხოვრობდი გათენაძეების უბანი ერქვა ჩემს უბანს. მოდიოდნენ დაღლილი დაქანცულების საღამოს და ძალიან ერთობოდნენ. შემდეგ ტაშს გვიკრავდნენ, გვამხნევებდნენ, გვაქებდნენ და ეს ბავშვებს ძალიან გვიხარობდა. ერთგვარად ფილმის სცენარს იმევლეს კისებში რომ ბავშვები კონცერტებს. ალბათ კი, ბავშვების კი უბნის კონცერტებს ვატარებდი, კი დიახ. თქვენ ცეკვასთანაც ძალიან ახლოს ხართ, ცეკვასაც გვასწავლიდით თავის დროზე და მთელ გადაცემას ღონისძიებებს ძალიან მიყვარს ცეკვა და აღნიშნულ უნდა ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა აჭარული და ეს ცეკვის სიყვარულიც მოდის სკოლიდან. ბედნიერი ვარ, რომ ცეკვავდი ქედის კულტურის ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ბეთლემში, რომელიც ახლა 20 წლისაა. ჩვენ პირველი თაობა ვიყავით, პირველ თაობაში ცეკვავდი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. პაშტის 8 წლიან სკოლაში მყავდა, ალბათ გაგიკვირდებათ და უნდა ვახსენო, ჩვენი ცეკვის პირველი მასწავლებელი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ბატონი ლევან გორგილაძე. დიახ, ისეთი პერიოდი იყო, რომ ვინც სკოლას ამთავრებდა უმაღლეს სასწავლებელში უნდა გაეგრძელებინა სწავლა, აუცილებელი იყო სტაჟი უნდა ქონოდა სკოლიდან 1 წლის სტაჟი უნდა ქონოდა და ჩემი მასწავლებელი იყო ლევან გორგილაძე, რომელიც სამედიცინოზე ჩააბარა ისწავლა და ამიტომ ჩვენ გვასწავლდა ცეკვა, შემაყვარა ცეკვა, მართლა რა ვიცი, პირველი მოძრაობები განდაგანასი აჭარულისა და უღმესი მადლობა მინდა გადავხადო აქედან ბატონ ლევან გორგილაძეს. ძალიან საინტერესო ამბავი არის. აი, მეუბნებით, რომ პირველი კლასიდან სცენაზე დგახართ, ასეთ აქტიურად იღებდით მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში, ანუ უხერხული ამბები ხომ არ გაქვთ გასახსენებელი, რომელიც ერთგვარად იმის და სიცოცხლის მომგვრეშ ჩვენს მსმენელს. ნამდვილად გავიხსენებ, როგორადაც არ უნდა იყოს ბავშვური უხერხული მომენტები, ბავშვური მოგონებები, მაინც სასიამოვნო ალბათ დამეთანხმებით. აუცილებლად გავიხსენებ. კვაშის 8 წლიან სკოლაში მოგეხსენება თინასწავლებელი გვამზადებდა და იყო ასეთი ვატარებდი მიმდინარეობს ღონისძიება და გვაქვს ასეთი სცენა ვასრულებს როლს. ეს ვიყავი სცენაზე გაგდებული. ხო და ამ დროს იყო ასეთი სცენა, რომელიღაცა მონაწილეს ხელში ეჭირა ფიალა ანთებული ცეცხლი. და შემთხვევით ეს ფიალა ამ მონაწილეს გავუვარდა ძირს სცენაზე და ეს ცეცხლი წამოვიდა ჩემსკენ. ნახევრად ღია თვალებით კი გრძნობდი, რომ ჩემკენ მოდიოდა ცეცხლი, მაგრამ მაინც არ ავდექი, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ როლი ბოლომდე უნდა შემესრულები. არ გამძრეული ვარ, ხო და მე წამოვიდა დარბაზიდან, ბავშვი გაიყვანეთ, ცეცხლი უნდა მოეკიდოს, გაიყვანეთ. ხო და ამ დროს ამწიეს და გამიტანეს, რასაც ვთქვი, არ გამძრევლა, იმიტომ როლი ბოლომდე უნდა მიეყვანა. აი, სულისკვეთება სხვანაირი მქონია თავიდან. ნამდვილად.
გავიხსენებდი კი, გავიხსენებდი აუცილებლად გავიხსენებდი ასეთ მომენტს მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა, ესეც თინამასწავლების ინიციატივით სვარი კვაშტის 8 წლიან სკოლაში, სასოფლო კლუბის დარბაზში ტარდებოდა მოგეხსენებათ ჩვენი სოფლის მკვიდრის სასიკადულო მამულიშვილის პოეტ ჯემალ ჯაყილის შემოქმედებითი საღამო. ხო და ახლა ამ ღონისძიებაზე ბატონი ზის სცენაზე მოწყობილი განსაკუთრებით მოწყობილ კუთხესი ზის სავარძელში და ჩვენ ინდივიდუალურად გავდიოდით ბავშვები და ვკითხულობდით მის ლექსებს. ხო და მოვიდა ახლა ჩემი ჯერი, ვარ ალბათ დაწყებითების მოსწავლე, უკვე ძალიან პატარა. მოვიდა ჩემი ჯერი, გავედი სცენაზე, დავიწყე მახსოვს, ეხლაც სათაური ქონდა, სრული სიჩუმე ჩამოვარდა დარბაზში და დავიწყე ასეჟებლები, დავიწყე ტირილი და კულისებში გასასვლელი წავედი პირდაპირ დარბაზში. შემოხლა მანარესის რა, შიში მანარესის რა დაპატივცემული და დამავიწყეს და გავჭერ ბავშვი მომიყვანეთ ეხლა ახაო, წამოდგა. პატივცემული პიროვნება სავარძლიდან, ვიღაცა მომხვია ხელი მიმიყვანა მასთან და მახსოვს როგორ თბილად მომხვია ხელი, თავზე ხელი გადამისვა და არიტირო შენ ყოჩაღი გოგო ხარო. ზუსტად ასე დასრულდა და ძალიან ბევრის გახსენება შეიძლება, მაგრამ ახლა ხო, მაგრამ კარგად გახსენდებათ. ნამდვილად ძალიან ტკბილი მოგონებებია, ნამდვილად კი. თქვენ მესაუბრებით, რომ ხელოვნებასთან, ცეკვასთან, კულტურასთან, შემოქმედებით მხარესთან ძალიან ახლოს ხართ, გიყვართ, რა გენეტიკური კავშირი ხომ არ გაქვთ? დიახ, ამაზე რომ ესაუბროთ. დიახ, მაქვს გენეტიკური კავშირი, მამა ჩემი ოჯახში ძალიან კარგად ცეკვავდა, ძალიან კარგად მღეროდა, ფანდურზე უკრავდა. ჩემი და-ძმები მღეროდნენ, ოჯახში გარმონი ჰქონდა, ფანდური ჰქონდა და ყველა ვიცოდით დაკრეთ სიმღერა. კი, რაღაცნაირად კი, მაინც გენეტიკა, მაინც კი. კარგია და საინტერესოც არის, რომ ოჯახმა სკოლამ ესეთი თქვენში ხელოვნებისადმი სიყვარული განაღვივა. ეხლა გადავიდეთ უკვე ზვარის ამბებზე, როგორც ვიცით, ზვარის კლუბის ხელმძღვანელი ხართ უკვე წლებია და თქვენ მიერ დადგმულ და მომზადებულ ორგანიზებულ ღონისძიებებში მეც აქტიურად ვღებულობდი მომეწონებას, მიუხედავად იმისა, გამომდიოდა თუ არა. კი, ნამდვილად გამომდიოდა. ეხლა კლუბზე რომ გვესაუბრო, რამდენი წელია მუშაობთ, რა საქმიანობთ, რა საკეთებთ ამ კლუბში? კი, მოგახსენებთ, დიდი ხანია მუშაობ ზვარის სოფლის კლუბში, 35 წელია მუშაობ უკვე. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და ძალიან ხალისით ვაკეთებ ყველა ჩემს საქმეს, რაც მივალება კლუბში. დიახ. რა თქმა უნდა, შენ მომსწრე ხარ ამის მადონა, ვატარებით ღონისძიებებს ხშირად, შეიძლება ახლაც ვატარებთ, მაგრამ შეიძლება იმ ტემპით ვერ ვატარებთ ეხლა როგორც ადრე, გახსოვს ალბათ. მახსოვს თვეში ორჯერაც ჩამიტარებია ღონისძიება, მომიზადებია, ჩამიტარებია. ახლაც ვატარებთ, რა თქმა უნდა, ვამზადებთ ღონისძიებებს. ხელშემშლელი ფაქტორი გვაქვს ეს, რომ ზოგჯერ გვიჭირს ცოტა მუსიკალური ნომრები, ამიტომ მიმართავთ ქედის კულტურის ცენტრის დირექტორს ბატონ ჯამბულ სულმანიძეს და ყოველთვის გვეხმარება. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ასეთი თანადგომისთვის, მუშაობაში ხელის შეწყობისთვის, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო. ესე იგი, ღონისძიებების გარდა კლუბში ძირითადად მუშაობ ფოლკლორზე. ფოლკლორი ხომ იცით, ამოუწურავი ფენომენია ფოლკლორი, ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ. შენც გემახსოვრება, შენს ოჯახშიც მოусულ ვარ რამოდენიმეჯერ. კლუბში ჩამოყალიბებული მაქვს ფოლკლორის წრე, ფოლკლორის წრის წევრებთან ერთად სოფელში სისტემატურად გავდივარ, ყველა ოჯახში ჩერდივარ, სამეზობლოში თან ყავას მივირთმევ, საუბრობ. იცით, საუბრებიდანაც, ჩვეულებრივი საუბრებიდანაც ბევრი ფოლკლორის ჩანაწერი შეიძლება გაკეთდეს, ისეთ რაღაცას წააწყდები. ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, შემდეგ ჩანაწერებს ვაკეთებ, შელოცვებს ვიწერ, ხალხურ მედიცინას, ხალხურ კულინარიას, ყველაფერს ვიწერ. ვაგროვებ ნივთებს, სხვადასხვა სახის ნაქარგებს, ნაქსოვებს, საყოფა ცხოვრებო თუ სამეურნეო ძველ ნივთებს, ესენი ყველაფერი მომაქვს კლუბში. კლუბში მოწყობილი მაქვს ფოლკლორის კუთხე, ვალაგებ, ჟანრობრივად ვყოფ, ვაკეთებ პასპორტიზაციას, შემდეგ ამ ჩანაწერებს წერ გახსნილ ფოლკლორული ჩანაწერების ჟურნალში მაქვს კლუბში ვიწერ იქა, შემდეგ ეს ჩანაწერები ანალოგი ჩამაქვს კულტურის ცენტრში ფოლკლორის დარგის ხელმძღვანელთან ალბათ ნანა ბეჟანიძესთან, ყველა კლუბები, სასოფლო კლუბები, ყველა ასე მუშაობთ, ყველა ეს ჩანაწერები გროვდება, მიგვაქვს, იქ გროვდება ზღვა მასალა კულტურის ცენტრში. სწორედ ფოლკლორული მუშაობა ემსახურება იმას, რომ აღმოვაჩინოთ სიძველე, შევინახოთ, მოუვაროთ და გადავცეთ მომავალ თაობას და სწორედ ამ საქმეს ვაკეთებ მე. დაიბეჭდა და გამოვიდა წიგნი აჭარულის საუნჯე და იქ იკითხება ჩემს მეჩატანილი ზვარიდან მასალები და ეს ძალიან მიხარია და მახარებს. და კარგია, რომ თქვენი წვლილიც არის აქტიურად ამ ყველაფერში.
რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით? დიახ, კლუბში დაგეგმილი გვაქვს ფოლკლორის საღამოს გაკეთება, აუცილებლად ეს იქნება გაერთიანებული ღონისძიება, ზვარის თემში შემავალი, სოფლის კლუბების კლაშტა, ვაიო, ზვარე, ზეწოფელიას ერთობლივი ღონისძიება უნდა გავაკეთოთ, უკვე მუშაობა დაწყებული გვაქვს, როცა ჩავატარებთ, მაგრამ აუცილებლად მოგიწვევთ. დიდი სიამოვნებით გესტუმრებით თან ჩემს მშობლიურ სკოლას, კლუბს. დიახ, მოგინახულებთ უფრო ახლოდან. საინტერესოდ მიდის ჩვენი საუბარი. კარგად ვსაუბრობთ, ვიხსენებთ ძველ ამბებს, მაგრამ ამ გადაცემაში მინდოდა ასევე გვესაუბრა იმ მეორე მხარეზე, რომელიც თქვენს ცხოვრებას თან სდევს. ეს არის ჯანმრთელობის პრობლემა ერთგვარად, ასე რომ დავარქვათ. და მე რომ შეგეხმიანეთ, თქვათ, გადაცემაში მოწვევაზე, იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესო პიროვნება ბრძანდებით, გინდოდათ რომ გესაუბრათ ონკოლოგიაზე ზოგადად და ამ დაავადებაზე, როგორ ემრცხვით და ვიღაცისთვის თქვენი საუბარი იქნებოდა мотиваცია. დიახ, ნამდვილად. აი ამაზე რომ დავიწყოთ საუბარი. დიახ, მადუნა, გადავწყვიტე ღიად საუბარი, იმიტომ გადავწყვიტე, რომ მე მინდა мотиваცია ვიყო იმ ონკოპაციენტებისა, რომლებიც ახლა გადიან ძალიან რთული მკურნალობის კურსს და მე ძალიან კარგად მესმის თუ რას განიცდიან ისინი ამ დროს. მინდა იმედი ვიყო და რწმენა ჩაუნერგო, ვინც სასოწარკვეთილია, ვინც უიმედო და რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ უნდა ვაჩვენო ჩემი საუბრით, რომ სად ვიყავით და სად მოვედი და მის მინდა რომ მათაც ჩემსავეთ გამოჯამთენენ და გააგრძელონ ცხოვრება და დიდხანს სიცოცხლე. ამიტომ გადავწყვიტე ღიად საუბარი. პოზიტიურად უდგებით. დიახ, ნამდვილად. როგორ შეხვდით დიაგნოზს? დიაგნოზს შეხვდი დუმილით, სიჩუმით, დაბნეულობით და ეს სიტუაცია აღვიქვი თითქოს ყველაფრის დასასრული. თუმცა მე ყველაფერი შეიცვალა და რა ვიცი, ყველაფერი გამოსწორდა. გაგაძლებდეთ იმ ძალას, რომ უნდა გებრძოლოთ და არ უნდა გაჩერებულიყავით, არ უნდა დანებებული იყავით. პირველ რიგში მაძლევდა ის, რომ ექიმების დამაიმედებელი საუბარი, რომ ეს არ არის განაჩენი, რომ ყველაფერი მოგვარებადია. შემდეგ როცა ექიმებს ვეკითხებოდი, ცოტა ხანს ხომ მაინც ვიცოცხლებ, მეთქი მეუბნებდნენ, ცოტა ხანს კი რა მასიბერემდე იცოცხლებ და ეს ძალიან მომხნევდა, ძალიან. მასე იქნება აუცილებლად. მესმის რომ ძალიან რთულ პერიოდს გადიოდით და ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებს, ოჯახს, ხარდაჭერას ზოგადად. დასაწყისში მინდოდა მეთქვა რომ თქვენ ორი შვილი, სამი შვილიშვილი, მეუღლე აქტიურად გიდგათ ხარში და გვერდში. ძალიან კარგად მახსოვს ყველას გვერდში დგომა, ყველას თითეული სიტყვა დამაიმედებელი სიტყვა ყველაფერი. ალბათ რა ძალიან დიდი როლი ახსება გადავხადო დგომას ამ დროს ამ პერიოდში, რა თქმა უნდა მეგობრებს ყველას. ახლობლებს ყველას ძალიან რთული პერიოდი გავიარე. ხო და ამ დროს მახსენდება ერთი რაღაცის გახსენებაც შეიძლება გავიხსენო თქვენის ნებართვით, მინდა ერთ გავიხსენო ასეთი სიტუაცია. გავდივარ ქიმიოთერაპიებს და ვარ ძალიან ცუდად, ამ დროს საღამოს მირეკავს მეგობარი, მეუბნება, მიკითხავს როგორ ახარ, გამიხარდა ძალიან, როგორ ახარ მეუბნება. იმ დროს ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ მაინც ვუთხარი რომ კარგად ვიყავი, გამიხარდა და უცებ მომივიდა ეს აზრი და უცებ არ მქონდა დაგეგმილი, უცებ ვეუბნები. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ მეთქი, რა თქმა უნდა, ახლა არ დავასახელებ მეგობრის სახელს, ამოიცნობს მის როცა მოისმის, რა თქმა უნდა იცნობს, ამოიცნობს თავის თავს და ვეუბნები ასეც. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რაზე უმითხრა და შენ ჩემი ქელეხის თამადა უნდა იყო. ცოტა იუხერხულა დამძინა, მე ცოტა განვიცადე, მანაც განიცადა, მეც განვიცადე, ასე დავასრულეთ საუბარი, ძალიან მადლობები გადავხადე. დასრულდა ეს ჩვენი საუბარი და ისეთი პოზიტიური ენერგია მომცა, ისე ახლა იმას ვერ ვიტყვი რომ თად გამიქრო და დასრულდა ჩემი ტკივილები, მაგრამ შემიმსუბუქა ნამდვილად ფსიქოლოგიურად კარგ ხასიათზე დავდექი, ძალიან გამიხარდა და მე მინდა უღრმესი მადლობა გადავხადო ამ ჩემ ახლობელ მეგობარს და უსურო ჯანმრთელობა. თქვენთან ერთად და ეს მეგობრობა უდრეკი ყოფილა. კი, ნამდვილად დიდი ხნის მეგობრობა გვაქვს და ასე ალბათ სიკვდილის ბოლომდე ასე ვიქნებით. ნამდვილად დიდი მადლობა მინდა გადავხადო. არის მათი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა. გარდა ადამიანებისა, ამ მხარდაჭერისა, ასევე მნიშვნელოვანი არის მკურნალობა, რა ეტაპები გაიარეთ. დიახ, მკურნალობაზეც რომ გვესაუბროთ. დიახ. ჩატარებულ მკურნალობაზე რომ გისაუბროთ, კი დიახ, გავიარე ძალიან რთული პერიოდი, 7 წელია ვარ ონკოპაციენტი, გავიკეთე 3 ოპერაცია, 13 ქიმიოთერაპია, 20 სხიური თერაპია მკურნალობის პერიოდში. გავარის ძალიან რთული, არის ენით ვერ აღწევ. მაგრამ უნდა გაუძლოთ სიცოცხლის გადაჩენისათვის აუცილებლად უნდა იბრძოლოთ, სხვა გზა არ გვაქვს.
თუმცა უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით გავედი სამშვიდობოს, თავს გრძნობ ახლა ძალიან კარგად, თუმცა მსუბუქ მკურნალობას ახლა სამ ეტაპზეც გავდივარ, მაგრამ უფალს მადლობა რომ ვაცოცხალი, რა თქმა უნდა, კი, აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობ და ვაგრძელებ ცხოვრებას. მინდა მესაუბროთ ამ მიმართულებით, აი მკურნალობას რომ გადიხართ სახელმწიფოს როლზე. დიახ, როგორ არის ეს სისტემა მოწყობილი? დიახ, მოგეხსენებათ ეს მკურნალობა, ეს დაავადება ძალიან ძვირადღირებულ მკურნალობას მოითხოვს, საჭიროებს. მე ძალიან დიდად კმაყოფილი ვარ სახელმწიფო დაფინანსების, მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. ალბათ მე ასე ვიტყოდი, სახელმწიფო დაფინანსება გადამწყვეტია, რომ არა სახელმწიფოს დაფინანსება, ალბათ მე დღეს არც კი ვიქნებოდი, ეს ისეთ თანხებთანაა დაკავშირებული, ალბათ ძალიან შეძლებულ ოჯახებსაც კი გაუჭირდება ამის გადახდა. დამიფინანსდა ნამდვილად ყველა დამიფინანსდა, რაც მკურნალობა მჭირდებოდა. ახლა გვერდითი ხარჯები არის, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია ნამდვილად. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, საყოველთაო ჯანდაცვას და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც ორჯერ დამეხმარა ოპერაციების დროს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. ძალიან კარგია, გვიხარია მადლიერებით რომ ხართ სავსე. ერთი არის, როცა თქვა სახელმწიფოზე გეხმარება ეს ადამიანები გვერდში გიდგათ, თქვა ოჯახის წევრები, ნათესავები. ექიმების როლი როგორი არის? აი, ნათქვამი ექიმის თბილისში კი, ნამდვილად ასე იყო. სულ მინდოდა ხმამაღლა გადამეხადა მადლობა ჩემი ექიმებისათვის და მადლობა თქვენ რომ მომეც ამის საშუალება, თქვენი გადაცემის საშუალებით. მე მინდა ინდივიდუალურად გადაუხადოთ ჩემს ექიმებს, რომლებმაც იბრძოლეს ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მე მეცოცხლა. მე მინდა მადლობა გადაუხადო პროფესორ ონკოქირურგ მემედ ჯინჭარაძეს, ონკოქირურგ ქალბატონ ზია ხალვაშს, კლინიკურ ონკოლოგს, რომელსაც თანაც დღესაც მკურნალობ და დღესაც დავდივარ, ქალბატონ ქეთი ასანიძეს და მის ასისტენტს გურანდა აბაშიძეს, ექთნებს გულო აბაშიძეს და მანანა მამულაძეს და რეგისტრატურის ყველა თანამშრომლს. ყველას დიდი მადლობა, ყველა მიბრძოლა, შედეგზე გავედი კმაყოფილი ვარ, ყველას დიდ მადლობას და წარმატებებს ვუსურვებ. აი, უდიდესი დადებითი თვისება გაქვთ თქვენ მადლიერების გზნობა, რომ ადამიანებს იმახსოვრებთ. აუცილებლად, არაფერი არ მავიწყდება. არც კარგი მავიწყდება და არც ცუდ მავიწყდება, სხვათა შორის. ეს ჩვენი გადაცემა საუბრობთ ონკოლოგიაზეც, იმ პრობლემებზე, რომელიც თქვენ გაიარეთ და იმ გზაზე და რა სიტყვით ონკოპაციენტებს, რომლებიც ახლა ამ რთულ გზას გადიან. დიახ, ყველა პაციენტს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, მხნეობას, გამძლეობას და რწმენას იმისას, რომ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. აქვე მინდა მადლობა მოუწოდო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ქალბატონს და არა მარტო ქალბატონს, იმასაც რომელიც ამჩნევს რაღაცას, არ არის მოსაწონი მის ჯანმრთელობაში და ექიმთან არ მიდის. ეს სტიგმა კიდევ არსებობს ჩვენთან, რომ მივიდე ექიმთან, რომ რამე მითხრას, მე არა მეგობრებო, ნამდვილად უნდა ვისარგებლო ამ გადაცემით და ნამდვილად ეს ძალიან მინდა რომ მოუწოდო ყველა ქალბატონს და არა მარტო ქალბატონს. თუ კი რამეს ამჩნევთ და რომც არ ამჩნევდე, მაინც ქალბატონმა ყოველ წელიწადში ერთხელ მაინც ხომ უნდა გაიაროს. შემოწმების კურსი მისი ჯანმრთელობისა. უნდა მოუწოდო ყველას, რომ დროული მიმართვა. ეს არის გადარჩენის საწინდარი, გადარჩენის ფორმულა. დროული მკურნალობა და დროულად ექიმების ჩარევა, ჩვენ ისეთი კარგი ექიმები გვყავს ბათუმის მედცენტრში, მიმართეთ ქალბატონებო, გადაერჩინეთ სიცოცხლე, თუ კი შეიძლება რამე რომ გამეხანგრძლივოთ ჩვენი სიცოცხლე, რატომაც არა. ამიტომ დროული, რა თქმა უნდა, დროულად უნდა მიმართოთ და ყველა ონკოპაციენტს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. დიდხანს ყოფნას და ჩემსავეთ ცხოვრების ხალისით გაგრძელებას ვუსურვებდი. მიხარია და დიდხანს უნდა გააგრძელოთ აუცილებლად. დიდი მადლობა. იცით რა მაინტერესებს, ხშირ შემთხვევაში ადამიანები როცა ასეთ რთულ პერიოდს გადიან და რთულ გზას, რაღაცა ღირებულებების გადაფასება ხდება მათში. აი თქვენთან სირთულეების დაძლევის შემდეგ რამე შეიცვალა, როგორი ადამიანი გახდა? არა, თავიდანაც კი, ბევრი რამე შეიცვალა, ვისწავლე სიცოცხლის ფასი, ჯანმრთელობის ფასი, რა თქმა უნდა ვისწავლე. მხოლოდ უფრო ძლიერი გავხდი, არ ვიცი რამდენად ვარ უშიშარი, გაბედული, პრინციპული, ზოგჯერ ზედმეტად ემოციურიც, მაგრამ კატეგორიულიც, ხო, მიმტევებელიც, მაგრამ არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ჩემი ისედაც დაზიანებული ჯანმრთელობა რამე ფსიქოლოგიურად დამიზიანოს. ამის უფლებას ნამდვილად არავის არ მივცემ. არ ვიცი როგორ გაიგე, რა თქმა უნდა, ადრეს ვიყავი ასეთი, მაგრამ ახლა უფრო გაორმაგებულად ვისწავლე სიცოცხლის ფასი და ვაკეთებ ყველაფერს იმას, რაც ჩემს ჯანმრთელობას წააგდება. ვარ მხიარული, მიყვარს ცეკვა, იცით, ძალიან კარგად გაართობა მხიარულება.
ყველაფერი კარგი და რა ვიცი, რაც წაადგება ჩემ ჯანმრთელობას, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ კიდეც. ხო, ბავშვობიდან ლექსებს ამბობთ, ეს უხერხული ამბები რომ გაიხსენეთ და რაიმე პოეზიიდან ერთ კი, მიყვარს წაგვიკითხავთ. კი, წაღა გამომჩა პოეზიის სიყვარული ძალიან. ბავშვობის პერიოდში კიდეც წერდი. აჰა. რახან პოეზიას და რახან წერას შევეხეთ, მინდა ცოტა გასულ თემას შევეხო. როცა ეს კურნალობის პერიოდს ეხება, როცა მომეძალებოდა ეს ჩემი ემოცია, სულ მარტო, როცა მარტო დავრჩებოდი, ყოველთვის შენს გვერდით არ იქნება ადამიანი, მარტო დავრჩებოდი. ეს ყველაფერი ჩემი ემოციები, ჩემი განცდები გადამფრდა ფურცელზე. ყველაფერს წერდი. ყველაფერს მაქვს, ყველაფერი ჩანაწერი, ყველაფერს წერდი ოპერაციის გასვლის წინ, დღეებშიც წერდი, წინ საათებშიც წერდი დაჟე. ყველაფერი მაქვს შენახული. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერები გავანადგურო და იცით რატომ უნდა გავანადგურო? მინდა რომ ჩემმა შვილებმა არ წაიკითხონ. იცოდონ ის, რასაც ხედავდნენ. უთმო დედა, გაფერმკრთალებული, უღონოდ ისეთი იმის იქით რა ხდებოდა ის აღარ მინდა რომ ჩემმა შვილებმა ნახონ და წაიკითხონ. ამიტომ ვაპირებ რომ ახლა ხან თავს კარგად გრძნობ, მინდა გავანადგურო ალბათ რომ არ მინდა წაიკითხო და დაისტრესონ ჩემი შვილები, ზედმეტად დაისტრესო. ის მე ვიცი მხოლოდ და ის არავის არ გავანდობ და ის მხოლოდ ჩემში არის და ხა რა შეეხება ლექსების სიყვარულს, კი ძალიან მიყვარს პოეზია. მინდა გავეხსენო ისე დაუბრუნდე ჩემს საყარელ თინა მასწავლებელს, ძალიან მიყვარს, არ ვიცი, რით გამოვხატო. მასწავლებელი მეც შემიყვარდა ამ დედა, არ ვიცი, რით გამოვხატო, მადლიერება, არ ვიცი, ძალიან მიყვარს, ძალიან მენატრიელდა და კიდევ აქედან მოვიკითხა ჯანმრთელობას ვუსურებ, თვითონ სიცოცხლეს. მოგეხსენებათ თინა მასწავლებელი როგორც ხელოვნებას, ასევე საგანს, რა თქმა უნდა, მაღალ დონეზე გვასწავლდა. მე მახსოვს, უფრო მე რამდენ დროს ხარჯავდა ხატურ კითხვაზე, ინდივიდუალურად თითო ბავშვზე იმდენ დროს ხარჯავდა. დეტალებში გვიხსნიდა ხელი, ხმა როდის უნდა აგვეწია, როდის უნდა დაგვეწია ხელი, როდის უნდა გაგვეშალა და ძალიან დიდ შრომას და დროს ხარჯავდა თითოეულ მოსწავლეზე. და მახსოვს თინა მასწავლების ერთ-ერთი გაკვეთილი ჰქონდა ქართულის გაკვეთილი და არ ვიცი ახლა ისწავლება თუ არა რომელ კლასში და ავტორის აღარ მახსოვს, ისწავლებოდა ასეთი ლექსი სამშობლო ხევსურისა. და ეს გაკვეთილი გამომიძახა, მოუყევი და მითხრა დაჯექი ზეხუც დაგიწეროთ. ეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება, მაგრამ არ დამავიწყდება, მთელი ცხოვრება დამყვება და მინდა გავიხსენო, არ ვიცი რამოდენიმე სტროფი არის, მაგრამ გავიხსენებ ერთ სტროფს თქვენის ნებართვით. კი ბატონო, კი, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. სადაც მშობილ ვარ გავსდირვალ და მის როლია ის არის. სად მამა პაპა მეგულის იმათი კუბოს ფიცარი, სადაც სიყრით ვერჩვეულ ვარ. ჩემი სამშობლო ის არის. დიახ, პატრიოტულ ლექსებზე და სიმღერებზე ვსდიდა ჩვენი თინა მასწავლებელი. ხელოვნების გარდა გვასწავლა სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი და ძალიან დიდად მადლიერი და ნამდვილად იგრძნობა ეს ყველაფერი. მომავალს როგორ უყურებთ? დიახ, მომავალს ვუყურებ უფლის იმედით, რწმენით, ყველანაირი კარგის მოლოდინით. ვისურვებდი რომ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში, ჩემს საქართველოში იყოს მშვიდობა, წინსვლა, განვითარება და ადამიანები ცოცხლობდნენ და ცხოვრობდნენ ჯანმრთელად და ბედნიერად. დამეთანხმებით მადუნა ალბათ მიუხედავად ცხოვრებისეული პრობლემებისა, ცხოვრება მაინც მშვენიერი და უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება. მინდა რომ დიდხანს იყო თქვენს ასეთ კეთილ და ძალიან საინტერესო საქმეებში. ჩემთვის ხა ჩვენი მსმენელისთვისაც რომ ცნობილი იყოს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ, ის ნესტა ბიცოლა, რომელიც ჩემს ბავშვობაში ყოველთვის მოწესრიგებული, გაპრანჭული და თავის სიმაღლეზე იდგა. წარმატებებს გისურვებთ, ჯანმრთელობას პირველ რიგში და ჯერა რომ თქვენი ესეთი მიდგომებით, საქმისადმი გულწრფელი დამოკიდებულებებით სუარის კლუბს კიდევ ერთხელ და ბევრჯერ შესთავაზებთ საინტერესო ღონისძიებებს. დიდი მადლობა თქვენს გისურვებთ წარმატებებს. მადლობა ნახვამდის. დავემშვიდობებით ჩვენს რადიო მსმენელებსაც შემომავალ გადაცემამდე.